აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის შემეცნებით საგანმანათლებელ პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი წარმატებით გრძელდება. დღეს ქალაქ თბილისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დოკუმენტურ ვიდეო მასალას გაეცნენ და მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, კონფლიქტის ქრონოლოგიისა და აფხაზეთის ომის გმირების შესახებ. ღონისძიების მიზანს აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება და ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და პირველ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 სკოლას მოიცავს. შეგახსენებთ, წლის ბოლოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მულტიმედია კონკურსი ჩატარდება და სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთის თემაზე ვიდეო მასალების დამოუკიდებლად შექმნის შესაძლებლობა მიეცემათ. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში პროექტ გაკვეთილი აფხაზეთის ფარგლებში, რომელსაც ეწლებოდნენ მე-11 კლასის მოსწავლეები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მათ იხილეს აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო, რომელშიც წარმოდგენილია აფხაზეთის ისტორია, კულტურა, ომის პერიოდი, მათ გაიცნეს ქართველი გმირები, მათ აინტერესებდა თუ რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოს წინაშე. მოხარულები ვართ, რომ მასპინძლეთ ახალ პროექტს გაკვეთილი აფხაზეთია. შეხვედრა ძალიან საინტერესო წარიმართა, დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს მოსწავლეებში და მოხარული ვართ, რომ მსგავსი სახის პროექტები ხორციელდება საგანმანათლებლო სკოლებში. უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ჩვენს მოსწავლეებში და ეცოდინებათ სიმართლე აფხაზეთის შესახებ, რომ აფხაზეთი ნამდვილად არის საქართველო. ვფიქრობ, რომ მსგავსი სახის შემეცნებითი პროექტების არსებობა აუცილებელია, რადგან ჩემს თაობაში, ახალ თაობაში სამწუხაროდ ძალიან მწირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. მართალია სკოლის საგნები გვეხმარება, რომ რაღაც დოზით ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავსი სახის პროექტები გვეხმარება უფრო სიღრმისეულად შესწავლაში, ასევე საზოგადოებაში ხშირად არის ხოლმე გავრცელებული მითები ამ საკითხთან დაკავშირებით და აფხაზეთთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი მითი მაქვს მონასმენი და ვფიქრობ, რომ მსგავსი სახის პროექტები ხელს უწყობს საზოგადოებაში როგორც ინფორმაციის გავრცელებას, ასევე გავრცელებული მითების უფრო რეალობისკენ წარმართვას.